ხო, აქ საქმე რთულად გექნება, იმიტომ რომ როცა ხასიათზე და საიმედოობაზე ვსაუბრობთ, ვინისიუსი ერთ-ერთი ყველაზე რთული ფეხბურთელია მსოფლიოში. მოდი ამჯერად ჯარიმების სტატისტიკას მოვიშველიებ. კვარა უფრო იშვიათად ჯარიმდება მეტოქეების წინააღმდეგ. 0.8, 0.9 წინააღმდეგ. ხო, მაგრამ კვარას უფრო ხშირად ართმევენ ბურთს, 1.6, 1.4 წინააღმდეგ. და დრიბლინგითაც კვარას უფრო მარტივად ცდებიან, 0.8, 1.7 წინააღმდეგ. ხო, ეს ყველაფერი განპირობებულია იქიდან გამომდინარე, რომ კვარა ბევრად მეც მუშაობს დაცვაში. განსხვავებით, შენი ზარმაცი ბრაზილიელისგან. თავარ კოზერს გამოვიყენებ დისციპლინას, სადაც ვინისიუს, მოდი ვთქვათ, სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან 25 წლის ასაკში მოახერხა უკვე 68 ყვითელი ბარათის დაგროვება. კარგი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ამ საკითხში არც კვარა არ არის სუფთა. იგივე 25 წლის ასაკვისთვის, მას უკვე 37 ყვითელი ბარათი აქვს და წითლებში დიდი განსხვავება არ არის. ვინის აქვს 2 წითელი და კვარას 1. ხო, მაგრამ მოდი